გამარჯობათ, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ კვლავ ტელეპლუსის ეთერში ვართ. ჩვენ როგორც ყოველთვის ჩვენს მაყურებელს და საქართველოს მოსახლეობას მივაწვით იმ მნიშვნელოვან ინფორმაციებს, რომელი ინფორმაციების საფუძველზე დღეს მთლიანად როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებ გარეთ არის შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში მაქსიმალურად, ესე იგი, ცდილობდნენ და მაქსიმალურად მოქმედებდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურეები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს დაემსგავსებიათ უკრაინას. უკრაინა, რომელიც უკრაინას თითქმის უკვე აღარ არსებობს და განადგურებულია ისევ იმ უცხოელი და ისევ იმ დასავლელი ლობისტებისაგან და კურატორებისაგან, რომლებმაც ფაქტიურად მთელი ეს წლები უკრაინაში აფათურეს ხელი ისე როგორც უნდათ და აკეთეს ის, რაც მათ ჭირდებოდა და მათ ინტერესებში შედიოდა. უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა დღეს არის ძალიან რთული, მეგობრებო. და თითქმის უკრაინა, ნახევარი უკრაინა აღარ არსებობს და თუ დარჩა აქეთ რაღაც გარკვეული ტერიტორიები, იქაც უკვე მოსახლეობა გახიზნული არის და მოსახლეობა ფაქტიურად უკვე გაედინება მასიურად უკრაინიდან. და სხვათა შორის მათი ჩანაცვლება ხდება სხვა უცხო ტომებით და უცხო ეროვნული ქვეყნის წარმომადგენლებით და ეს ფაქტი სახეზე არის. ამავდროულად უკრაინაში დაიწყო უკრაინის პრეზიდენტმა, ну ახლა ეს არ არის პრეზიდენტი, იმიტომ რომ მისი ლეგიტიმაცია უკვე აღარ არსებობს და მას ამოეწურა საპრეზიდენტო ვადა და ამიტომ უკვე მეორე თითქმის წელიწადი არის, რომ ის როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ისე მის რადას დეპუტატებს არავითარი მეტყვი ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ, მაგრამ რასიზამო მათ უმაგრებენ ხარ ზურგს თავიანთი კურატორები და თავიანთი ლობისტები და აკეთებინებენ იმ ბინძურ საქმეებს და იმ დანაშაულებრივ საქმიანობას, რაც უკრაინის ხალხის წინააღმდეგ არის. და თქვენ წარმოიდგინეთ, სადამჯელო ოპერაციებიც კი დაიწყო იმ რეგიონებში, რომელ რეგიონებშიც დღეს ამიმდინარეობს სამხედრო ოპერაციები და იზოლების წესით, როგორც ქუჩაში, ისე ოჯახებში ვარდებიან ადამიანებს და გათოკილები მიყავთ წინახაზი და ასე პირდაპირ აქცევენ უკრაინელ ხალხს საზარბაზენ ხოსას. ჩვენ ამ თემებზე გვექნება დღეს საუბარი. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ბატონი შმაგი ლუსმანაშვილი, ეროვნული ერთიანობის სათათბიროს საბჭოს წევრი. ბატონო, მოგესალმებით, ბატონო შმაგი. მადლობთ, რომ მობრძანეთ ჩვენთან სტუდიაში. ბატონო შმაგი, თქვენ უკრაინას კარგად იცნობთ, თქვენ უკრაინაში წლები მოღვაწეობდით, ცხოვრობდით, თქვენ ამავდროულად გაქვთ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა მიღებული უკრაინაში და მთლიანობაში თქვენ იქაური მდგომარეობა თქვენთვის არის ახლოს. და როდესაც უკვე პარალელურად პოლიტიკურ პროცესებში ღებულობთ მონაწილეობას, ესე იგი მაქსიმალურად ხართ უკვე სიღრმისეულად ჩამწდარი იმ საკითხებში, რომელი საკითხების დღეს არის პრობლემატური უკრაინელი მოსახლეობასთან მიმართებაში. ბატონო შმაგი, დავიწყოთ ახლა ეს არის გლობალური საკითხი, რადგან ახლა მარტო უკრაინაში ეს არ მოხდარა, ხო? გაიწყო აი იუგოსლავიის გრევა, რღვევა და ნელა-ნელა განვითარდა ეს პროცესები და აი ჩვენს მაყურებელს აინტერესებს ეს მთლიანობაში ეს პროცესები როგორ მიმდინარეობდა, რა ტემპით ხდებოდა ამის განვითარება იმ ქვეყნებში, რომელ ქვეყნებშიც შეაღწია ამ დასავლურმა აგენტურულმა მასშტაბურმა მოქმედებებმა და შექმნეს იქ პლაცდარმები, როგორც ამ იუგოსლავიის ყოფილ ქვეყნებში, ასევე უკრაინაში და ჩვენთანაც საქართველოშიც და აი დღევანდელი მდგომარეობა. მოდი დავიწყოთ იუგოსლავიის რღვევის პროცესი როგორ განვითარდა და შემდგომ გადავინაცვლოთ უკრაინაში და აი ეს ეტაპობრივად ჩვენ მაყურებელს მოვახსენოთ და უთხრათ და აუხსნათ ეს რას ნიშნავს ეს, რა არის და რა მიზანი არის და რისთვის იყო ეს ყველაფერი გაკეთებული. ძალიან კარგი. პირველ რიგში მოგესალმებით, გამარჯობათ პატრიოტულ ტელემაყურებლებო, გამარჯობათ ბატონო დღისთან. გამარჯობათ. უკრაინის სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რომელიც კრემლმა წამოიწყო უკრაინაში, ეს ჩვენ მისი მიზეზები რომ ჩავწვდეთ და მიზეშედეგობრივი კავშირები გამოვიყვანოთ და მოვძებროთ სწორი მიზეშედეგობრივი კავშირები, ჩვენ უნდა გადავიხედოთ ცოტა უკან და შევხედოთ რა დინამიკა მიდიოდა, საიდან მიდიოდა პროცესები, ესე იგი საბჭოთა კავშირის განადგურების შემდეგ. საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი, რომელიც შექმნეს ბოლშევიკებმა, შექმნეს სტალინმა და ბერიამ,
ესე იგი მთელი ინტეგრირებული სოფლიო სხვადასხვა თანამეგობრობის ქვეყნებთან ერთად საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობით წარმოადგენდა ერთ ძალიან დიდ ძლიერ ძალას სოფლიოში, რომელიც მოწინააღმდეგე იყო დასავლეთის კაპიტალიზმი, იმპერიალიზმი, ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით. და ეს ორი სახელმწიფო, ორპოლუსიანი მსოფლიო ერთმანეთს ეჯიბრებოდა და იყვნენ ერთმანეთის მოწინააღმდეგეები და ერთმანეთის კონკურენტები. 50 წლის მანძილზე. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, როდესაც სტალინმა, ჩერჩილმა და რუზველტმა, ესე იგი, დახაზეს და შეათანხმეს მომავალი მსოფლიოს გეოპოლიტიკური კონტურები, გეოპოლიტიკური საზღვრები, გავლენის იალტას გულისხმობთ, ხო? იალტის და იალტის ძირითადად ეს იალტის კონფერენციაზე იქნა გადაწყვეტილი მომავალი მსოფლიოს ესე იგი გეოპოლიტიკური საზღვრები, გეოპოლიტიკური გავლენის სფეროები. ეს იყო შეთანხმებული ამ დიდ სახელმწიფოებთან და გამარჯვებულ სახელმწიფოებთან ერთად და ეს სცენარი განხორციელდა და რომელმაც შემდეგ 1990 წლამდე იარსება. მაგრამ ჩვენ ვიცით კარგად რომ აი ეს დაპირისპირება საბჭოთა სოციალისტური სისტემის დაპირისპირება დასავლეთის კაპიტალიზმთან რა თქმა უნდა ეს არ შეჩერებულა მათი ურთიერთ ესე იგი ბრძოლა ერთმანეთში ბრძოლა ეს არ შეჩერებულა და ჩვენ სამწუხაროდ უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი რომ დასავლეთმა გაიმარჯვა მათ მოაწყეს სპეციალური ოპერაცია საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და გორბაჩოვის მოსვლით 1995 წელს გორბაჩოვის მოსვლით მათ უკვე გაეხსნათ მთელი ხელფეხი მოსკოვში, კრემლში და 5 წლის განმავლობაში მოახერხეს საბჭოთა ხალხის რომლებმაც ააშენა ძალიან ძლიერი სუპერ სახელმწიფო, ზესახელმწიფო ააშენა საბჭოთა ხალხმა როგორც ახლა ჩინეთი არის. ისეთი იყო საბჭოთა კავშირი 1980 წელს, ისეთი იყო საბჭოთა კავშირი. მაგრამ ჩვენ და როდესაც ასეთი ზესახელმწიფო საბჭოთა ხალხმა შექმნა, ესე იგი საბჭოთა ხალხს დაუწყეს ძალიან დიდი, ესე იგი პროპაგანდისტული დამუშავება. ეს იყო კომპლექსური მუშაობა, რომელიც ესე ისახავდა მიზნად სტალინის მიერ შექმნილი ეკონომიკური, სოციალური, კულტურული ეროვნებათა შორისი ურთიერთობების ყველა სამის რევიზია, ამის ესე იგი გადამახინჯება და უარყოფით ჭრილში წარმოჩენა საბჭოთა მოქალაქეებისათვის. ამას ეძღვნებოდა ძალიან დიდი მუშაობა იყო გაკეთებული ამისათვის და საბჭოთა ხალხი დაარწმუნეს იმაში, რომ თურმე საბჭოთა კავშირს მომავალი არ აქვს. სპეციალურად იყო გაკეთებული ესე იგი პროდუქტების დეფიციტი, ყველაფერი მეკრთამეობა ესე იგი გაამრავლეს მეკრთამეობა, კორუფცია, ყველანაირი სიმახინჯეები შემოიღეს, რომელიც საბჭოთა კანონებით იშებოდა, ამათმეს გაამრავლეს და შემდეგ ხალხს ეუბნებოდა, აი რა გერი უმსგავსება არისო და აი იქეთო დასავლეთში ეგრეთ წოდებული დემოკრატიულ ქვეყნებში უფრო უკეთესი ცხოვრება არისო და ჩვენ იქეთ უნდა ესე იგი გადავიდეთო. ესე იგი მოახდინეს საბჭოთა ხალხის ცნობიერება, საბჭოთა პარტიული ნომენკლატურა, რომელიც ამას დათანხმდა, ასეთ პოლიტიკას დათანხმდა, ისინი ფარვატერში ჩადგნენ ამ ამერიკელების იმაში, ამერიკელების ამ გეგმაში, რომელიც არ დათანხმდა. ანუ პატიეთ, ეს ხალხი იყიდეს, ეს ხო, ეს ხალხი იყიდეს უკვე. პირდაპირ თქვა, ეს ხალხი მოისყიდეს, პარტიული ნომენკლატურა დაწყებული ზემოდან და რომელიც ამას არ დაეთანხმა, ძალიან დიდი ავტორიტეტული ხალხი, ისინი იქნა ლიკვიდირებული. თქვენ თუ გადახედავთ ახლა ინფორმაცია ძალიან ბევრი არის, როგორ იქნა ლიკვიდირებული ეს მაშეროვიდან დაიწყო ბელარუსის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, შემდეგ ამას შეეწირა ჩვენი პატარიძე, მინისტრ საბჭოს თავმჯდომარე და ასე შემდეგ. ყველა რესპუბლიკებში, რუსეთში, უკრაინაში, მთელ საბჭოთა კავშირის მასშტაბით ავტორიტეტული პარტიული ჩინოვნიკები, მაღალი რანგის, საზოგადოებრივი და სამხედრო, ესე იგი, მაღალი ჩინის პერსონები, რომლებიც ამას შეეწინებდნენ, ისინი იქნენ ლიკვიდირებული. ძალიან, ესე იგი, თუ ახლა მე ამას არ გავახმევ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ეს მასალები მოიძიოთ. ესე იგი, საბჭოთა კავშირი დაშალეს 15 რესპუბლიკად,
იმ მიზნით, რომ ყველა ესენი გადაქცეული იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების და დასავლეთის კოლონიებად. აი ასეთი იყო, ესე იგი, ამათი სცენარი და ეს სცენარი განხორციელდა ძალიან წარმატებით. მაგრამ საბჭოთა სისტემა მე რო ვახსენე, რომ სტალინის მიერ შექმნილი ინტეგრალური საერთაშორისო სისტემა, რომელიც მოიცავდა ყველა კონტინენტებს, ამერიკის, სამხრეთ ამერიკის, აფრიკის, აზიის ყველა მოიცავდა, ამ დიდ სახელმწიფოებს მოიცავდა, ბევრ სახელმწიფოს მოიცავდა თანამეგობრობის კავშირი, შემდეგ აი ამ მიადგნენ ამ თანამეგობრობის კავშირს. საბჭოთა კავშირი დაიშალა, უკვე ლოკომოტივი აღარ არის და შემდეგ როგორც ითქვიან, ვაგონებს დაუწყეს ნელ-ნელა, ესე იგი, ბრჭალებში რო ვთქვათ, განადგურება. პირველი ამ ამაში მოხდა იუგოსლავია. იუგოსლავიის ძლიერი სახელმწიფო, რომელიც იყო საბჭოთა კავშირში, იუგოსლავია იყო ბროს-ტიტოს აშენებული და სტალინის მიერ აშენებული იუგოსლავია იყო, ესე იგი, ერთ-ერთი ძლიერი და ერთ-ერთი განვითარებული სახელმწიფო იყო მთელ ევროპის მასშტაბით. იუგოსლავია ჩვენ ვიცით ძალიან დიდ რაღაც, ესე იგი, იქაური პარტნიორატურა ისე დააქეზეს, პირველი მათი მიზეზი მონახეს ერთაშორისი შუქლის შეგუება სერბებსა და ხორვატებს შორის, სერბებსა და ბოსნიელებს შორის, მუსლიმანებს შორის, ქრისტიანებს შორის, ალბანელებს შორის და ეს მრავალ 6 რესპუბლიკისგან შემდგარი იუგოსლავია, ესე იგი, გააჩაღეს ეთნოკონფლიქტები გააჩაღეს, ამ ეთნოკონფლიქტებში ისინი ეხმარებოდნენ ხორვატებს, სერბების, ესე იგი, დომინანტური იუგოსლავიაში იყო დომინანტური ერი იყო სერბები, ქრისტიანი მართლმადიდებელი ერი იყო, ეს დომინანტი ერი და მათ წინააღმდეგ გაილაშქრეს, ესე იგი, დასავლეთმა შეაიარაღა ხორვატია, ბოსნია, მთელი ეს ხალხი გუშინდელი მოძმეები გადაკიდეს და ჩვენ ვიცით, რომ 3 თვის განმავლობაში იუგოსლავია იბომბებოდა მთლიანად, ნატოს ეგიდით, ნატო ბომბავდა და ანადგურებდა ყველა, ესე იგი, გაანადგურეს სერბეთისა და სერბეთის სახელმწიფო, იუგოსლავია გაანადგურეს. დაყოს ის კიდევ ცალ-ცალკე ნაწილებად. შემდეგ ამას მოყვა, ეხლა ქრონოლოგიურად შემდეგ ამას მოყვა ნატოს გაფართოება, მაგრამ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ კრემლში ამბობენ, რომ ნატო, ესე იგი, საბჭოთა კავშირი გერმანიიდან რომ გამოვიყვანეთ, აღმოსავლეთ ევროპიდან ჩვენ ჯარი გამოვიყვანეთო, მაშინ იყო დადებული, ესე იგი, შეთანხმება, რომ ნატო არ გავრცელდება, ნატოც უნდა დაშლილიყო, რადგანაც ვარშავის ხელშეკრულების სახელმწიფოები, რომლებიც იყვნენ, ესე იგი, საბჭოთა სამხედრო ძალა და ნატოს ძალა, ეს ორი ძალა ერთმანეთს აწონასწორებდა. მაბადიეთ, არ დაგავიწყდეთ და შემდეგ გააგრძელეთ. თქვენ ახლა ძალიან საინტერესო ის მოწიეთ საკითხი იუგოსლავიასთან დაკავშირებით და მათ შორის თქვენ ახსენეთ დაბომბვა ნატოს ავიაციის მასიური დაბომბვა. ახლა ჩვენმა ტელემაყურებლებმა რომ იცოდნენ, რა მოხდა და რა გააკეთეს აი ნატოს ავიაციამ, რომელიც დღეს წარმოუდგენიათ ნატო მშვიდობის ქოლგად და მოსახლეობის ინტერესების გამტარებლად, მშვიდობიანი მოსახლეობის დამცველად, რა გააკეთა აი ამ ორგანიზაციამ. დაბომბვა, მასიური დაბომბვა აწარმოა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, სერბების წინააღმდეგ, სადაც მასიურად დაიბომბვა ის მოსახლეობა, სადაც აბსოლუტურად არანაირი იქ შეერაღებული კონფლიქტი არ არსებობდა, ხო? და მასიურად დაბომბეს ეკლესიები. წარმოიდგინეთ, თქვენ და როგორ რა მოხდა, რით დაბომბეს? ურანის შემცველი ბომბებით. ურანის შემცველი ბომბებით, რომელმაც ურანის შემცველი ბომბებას გამოიწვია მასიური ონკოლოგიური დაავადება. მე მყავს სერბეთში მეგობრები, მე გახდით იმაში, რა ქვია, ბელგრადში გახდით, ბატონო, შმაგი და მე წამიყვანეს იმ სოფლებში, სადაც მასიური დაბომბები მოხდა. და რა არის ახლა? დღემდე იბადებიან ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვები. და ესეთი დიდი ბოძები არის ამ სოფლებში და ეს ბოძები და წარწერები არის. სულ ყველა ვინც იღუპება აი მაშინდელი დაბომბვის შედეგად, ყველას გვარი და სახელები წარწერები. აი ეს გააკეთა მეგობრებო, ეს გააკეთა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ეს გააკეთა იმ მადენ ოლბრაიტმა, რომელიც ქალბატონის დღეს უკვე ჯოჯოხეთში არის ის ამაზე იქ
წარდგება და მოთხოვენ პასუხს, რომ მასიური დაბომბვა რომ აწარმოა მართლმადიდებელი მაცხოვრებელი ადამიანების, ეს გააკეთა ახლა ჯოზეფ ბაიდენმა, რომელიც პრეზიდენტად იყო და რომელიც მთელი თავის ცხოვრება სულ აი სიბინძურეებში იყო ჩართული და ადამიანის ავადმყოფობა როგორ უნდა გაგეხარდეს და მე ძალიან მეწოდება, რომ მას ძალიან მძიმე დაავადება დაუდგინეს ახლა ექიმებმა, ესე ონკოლოგიური დაავადება მე-4 სტადიის, ხო? ღმერთმა უშველოს და ღმერთმა გადაარჩინოს და ღმერთმა გამოიყენოს მდგომარეობიდან, მაგრამ ამ ხელად ცოდვებს ჩადიხარ. აი ამ ხელა სიბინძურეს აკეთებ, ხო? ასე მასიურად ხოცავ ადამიანებს, ხო? ვინ მოგცა ამის უფლება შენ? ადამიანი გააჩინა ღმერთმა და მოწა იყონოს ღმერთმა და არა შენ ვიღაცა ეშმაკმა, რომელიც მოეთერე, მოხვედი და გინდა შენი ეს ბინძური იდეოლოგიის საფუძველზე, რომელიც გინდა მოახვიოთ თემსოფლიოს განადგურებს მშვიდობიანი მოსახლეობა. მაბადეთ გააგზავნეთ ბატონო. ესე იგი მართლა სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ ყველანაირი მეთოდებები ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული, აბედნიანი ურანი, გაღარიბებული ურანის ბომბები იყო გამოყენებული. მთელი ინფრასტრუქტურა, ელექტროსადგურები, ქარხნები, ფაბრიკები, რომლითაც დახუნჯდული იყო მთელი იუგოსლავიის ტერიტორია, ყველაფერი იქნა განადგურებული ამ ესე იგი აკრძალული კასეთის ბომბებით და ასე შემდეგ. ესე იგი მე უნდა აღინიშნოს, რომ ესე იგი დასავლეთმა ყველანაირი ხერხებით, ყველანაირი მიღებული, არამიღებული ყველანაირი ხერხებით, ესე იგი გაანადგურა ეს სახელმწიფო და გაანადგურა სერბეთის იუგოსლავიის მოსახლეობა. და ახლა შექმნეს იქ ურთიერთდროულად გადაკიდებული სახელმწიფოები არიან შექმნილი. შემდეგ, როდესაც ეს მე ვამბობდი აი ნატო საბჭოთა ჯარის გამოყვანას აღმოსავლეთ ევროპიდან, გერმანიიდან, უნგრეთიდან, ჩეხეთიდან, ჩეხოსლოვაკიიდან. მაშინ ახლა ჩვენ კრემლის მესვეურები გეუბნებიან, რომ იყო მოლაპარაკება, რომელსაც შევარდნაძე აწარმოებდა მათთან, რომ ნატო ჩვენ დავშლითო, ესე იგი ვარშავის ხელშეკრულებას ამ სახელმწიფოს დავშლითო და ნატოც უნდა დაიშალოსო და არავითარი აი ესე იგი აღმოსავლეთისაკენ წესვლა არ უნდა ყოფილიყო. და მაგრამ ესო დაარღვიეს ეს წერილობით არ ყოფილა თუ ამაზე ესე იგი წერილი შეთანხმება ყოფილა შეთანხმება როგორც ამბობენ ესე საკმარისი არის ორი დიდი ქვეყნის პრეზიდენტის თანხმდებიან კი ბატონო მაგრამ არ მოხდა ასე და იუგოსლავიის შემდეგ წამოვიდა ესე იგი დაიწყეს ამ ყოფილი საბჭოთა ვარშავის და ხელშეკრულების ქვეყნების შეერთება ნატოში. შევიდა იქ გერმანია, გაერთიანებული გერმანია, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, შევიდა იქ რუმინეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ბულგარეთი და შემდეგ ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფო შეიყვანეს იქ, ესე იგი, მიუხედავად იმისა, რომ კრემლი ამას ასე თუ ისე აპროტესტებდა, თავის ზღვაში აპროტესტებდა. ესე იგი, ჩვენ უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ესე იგი, სისტემურად ამერიკის შეერთებული შტატები დასავლეთი სისტემურად ახორციელებდა და ახლაც ახორციელებს სტალინის მიერ შექმნილი ესე იგი სახელმწიფო სისტემის ინტეგრირებული სახელმწიფოების განადგურებას და მის ხელში ჩაგდებას, ტერიტორიების ხელში ჩაგდებას. ამას დაუმატოთ შემდეგ კიდევ პირველი რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განახორციელა, ეს იყო ერაყის ეპოპეა. ერაყის განვითარებული სახელმწიფო, სადამ ჰუსეინის ძას. ესე იგი გამოგონებული რაღაცა მიზეზებით მოაწყვეს ესე იგი სახელის გატეხვა, ვითომი ატომური რაღაც ბირთვული კვლევები მიმდინარეობდა და ქიმიური იარაღის რაღაც დამუშავება და რომელიც შემდეგ აღიარეს რომ ეს არ ყოფილა და სახელმწიფო გაანადგურეს. კოლინ პაუერი გამოვიდა მე მგონი გაეროსტომაზე, სადაც მან აჩვენა რაღაც ამპულა, აი სინჯი ამას აკეთებსო ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინიო, ეგ არისო ქიმიური იარაღიო და ამის საფუძველზე კაცი ჩამოახშვეს და შემდეგ გამოდის ისა, რა ქვია, კოლინ პაუერი ისევ და ბოდიში ითხოვს. არ ყოფილა თურმეო კაცო ეს ყველაფერია შევსთითო ესე იგი ყველანაირი მეთოდებით შემდეგ ამას მოყვა ესე იგი ეს არაბთა სახელმწიფოები თანამეგობრებისა იყო საბჭოთა კავშირის გავლენის სფეროებში და ერთ გავლენის სფეროებში იყვნენ შემდეგ ამას მოყვა ლივია გავნითარებული სახელმწიფო რა უქნეს ამ ქვეყანას რომელიც იქაური პრეზიდენტი და ამის ჯამახირის ხელმძღვანელი მუამარ კადაფი ესე იგი მასეთი მართველი მართლა არ ყოფილა არაბელ საყვარელში მან ისეთ მოაწყო იქაური ცხოვრება საზოგადო ცხოვრება რომ ლიბიელები ცხოვრობდნენ მშვენივრად და სახელმწიფო
ყველანაირად უზრუნველყოფდა მაღალ დონეზე იყო განვითარებული. იქაც კიდევ დემოკრატიისა და სხვადასხვა საბაბებით რაღაც შოტლანდიის თავზე ტერორისტებმა ჩამოაგდეს თვითმფრინავი საურო და დააბრალეს მას და ასე შემდეგ. То есть მე მინდა რომ ვთქვა, ყველანაირად ცდილობენ ის საბჭოთა სივრცის, სტალინის კიდევ იმეორე სტალინის მიერ შექმნილი სივრცის განადგურებას და ხელში ჩაგდებას. აი ჩვენ ვიცით პოლიტეკონომია გაიხსენეთ, აბა დავიწყებული სიტყვა რომ იმპერიალიზმის და კაპიტალიზმის თავარი მახასიათებელი, ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი თვისება არის თავისი სფეროების გავლენის და ტერიტორიების ანექსია და დაპყრობა, რომ ის მაქონდეს რესურსების სარესურსო ბაზა და თავისი ესე იგი საქონელის გასარეალიზაციო ბაზა. ამისათვის ლიბია, ეგვიპტე, ერაყი, ახლა სირია გაანადგურეს, იუგოსლავია გაანადგურეს და აი ესე იგი მთელი აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები ომის გარეშე ხელში ჩაიგდეს და ახლა ჯერი მიდგა საბჭოთა კავშირზე, უბრალოდ უკვე საბჭოთა კავშირზე. საბჭოთა კავშირში მათ მოსინჯეს საქართველოში მოსინჯეს 2008 წელს. მიუხედავად იმისა, რომ მათ მოიყვანეს თავიანთი ხელისუფლება, ესე იგი 2000 როგორც ასეთი ვარდების რევოლუციის შემდეგ 2003-ში მოიყვანეს თავისი ხელისუფლება. მთელი თავისი აგენტურა. კი ბატონო და ამ აგენტურამ ისე გააკეთა, რომ 5 წელიწადში, ესე იგი 5 წელიწადში მიაღწია იმას, რომ რუსეთის არმია აიძულა, რომ საქართველოში შემოჭრილიყვნენ. ეს გააკეთა, ესე იგი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ. რომელიც უკან იყვნენ ეს ძალები, რომელიც ჩვენ ავახსენეთ. მაგრამ საქართველოში ეს საქართველოს არ გამოეჩინა ისეთი ისა, რომ ეს გადაზრდილიყო ძალიან დიდ მასშტაბურ რუსეთისათვის ძალიან დიდ საზიანო. აქ პირველი მიზანი არის მაგის რუსეთი. რუსეთი არის პირველი სამიზნე. ისინი პირდაპირ რუსეთისაგან ვერ მიდიან, პირდაპირ საომრად ვერ მიდიან რუსეთისაგან და აი მისი გვერდითა მეზობლების ხელით უნდათ რაიმე ზიანის მიაყენონ რუსეთს. როგორც უკრაინაში. ხო, პირველ რიგში ეს იყო საქართველოს 2008 წელს, მაგრამ აქ სცენარი არ გამოვიდა, იმიტომ რომ მასშტაბები არ არის ისეთი და შემდეგ ყველა და ლოჯისტიკა ვერ ექნებოდა. ხო, ლოჯისტიკა გეოგრაფიული პროცედურას, რომელიც ლოჯისტიკის საფუძვლზე გააგრძელებდა ნომს. კი ბატონო, რუსეთის ესე იგი არ გამოვიდა ეს ისა ჩარაფიქრი და ესე იგი როგორც იტყვიან ფსონი დადეს სხვაგან და შემდეგ თავარი ყურადღება გადაიტანეს უკრაინაზე. უკრაინა ჩვენ ვიცით, რომ უკრაინა სახელმწიფო შექმნა საბჭოთა ხელისუფლებამ შექმნა უკრაინა იმ დიდ საზღვრებში, მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინას დიდი საზღვრები მისცა სტალინმა, ესე იგი პოლონეთის, უნგრეთის, რუმინეთის საზღვრები ძალიან დიდი მისცა, თვითონ რუსეთის ტერიტორიას მისცა და ძალიან დიდი სახელმწიფო. დასავლეთ ისა, აღმოსავლეთ უკრაინის ისა ტერიტორია ხო რუსული ტერიტორია. კი, რუსული იყო და გადაასა, კი ბატონო, ერთ ეკონომიკურ ზონაში მოაქცია ამხელა ტერიტორია. და დაიწყეს უკრაინაში, ესე იგი, მუშაობა, ისეთი იდეოლოგიური მუშაობა დაიწყეს, რომ ესე იგი, რამენაირად ჩამოეშორებინათ მოსკოვის ორბიტას უკრაინა, უკრაინელი ხალხი დაეპირისპირებინა თავიანთი მოძმე ძმებთან, რუსებთან და რუსები, რასაკვირველია, დაეპირისპირებინა თავიანთ ძმებთ უკრაინელებთან. ამისათვის მათ მოაღწევს ესე იგი, იქაური პრეზიდენტები დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ნელ-ნელა და ზოგი ნელ-ნელა, მაგრამ ზოგი აშკარად ახორციელებდა ანტირუსულ პოლიტიკას. კი, საკმაოდ. და ამ ანტირუსული პოლიტიკის მწვერვალი პრეზიდენტებს შორის იყო ვიქტორ იუშენკო, რომელიც მოიყვანეს ეგრეთ წოდებული მაიდანის ტექნოლოგიების საშუალებით. 2004 წელს ჩვენთან თბილისში 2003 წელს გახორციელდა, 2004 წელს იქ არჩევნებში გაიმარჯვა ვიქტორ იანუკოვიჩმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა, გაიმარჯვა, ეს ჩათვალეს, ესე იგი, რომელიც იყო უკრაინის განვითარების ჩვეულებრივი განვითარების მომხრე, არავითარი ესე იგი დაპირისპირება მოსკოვთან და ასე იყო ცენტრისტული პოლიტიკის გამტარებელი იყო იანუკოვიჩი და რომელიც თქვათ რომ პრორუსულ პოლიტიკას ატარებდა. ეს ვერ მოითმინეს მაგათმა და მოაწყვეს მათ მომზადებული ყავდათ უკვე თავიანთი კადრები, თავიანთი ბაივიკები, ესე იგი მებრძოლები და დასავლეთს ყავდა ეს მომზადებული თავიანთი აგენტურის მეშვეობით და 2004 წელს მოაწყვეს იქ
მაიდანი 14-ში. არა, პირველ რიგში იუშენკოს ლაპარაკი. იუშენკოს ლაპარაკი. და მოხდა შემდეგ ამ მაიდანი 3 თვის განმავლობაში ხალხი გამოიყვანეს, ეს გულუპირო ხალხი გამოიყვანეს, რომ ვითომ დემოკრატიის დასაცავად საბაბით, რომ არჩევნებისათვის ვითომ გაყალბებული იყო და ესეთი მიზეზების გამო და მოხდა შემდეგ ხელმეორედ პრეზიდენტის არჩევნები და იქ მოიყვანეს თავიანთი კრეატურა იუშენკო, ვიქტორ იუშენკო, რომელმაც მთლიანად, ესე იგი, ანტირუსული პოლიტიკა დაიწყო. ესე იგი, მან დაიწყო რუსული ენების აკრძალვა მთელ ჯერ იუშენკოს დროს უკვე, ხო? ხო, იუშენკოს, მაგალითად რუსული ენის აკრძალვა. თქვენ ამ დროს უკრაინის მოღვაწეობთ? კი, აქ ვიყავ, რა თქმა უნდა. და ეს ყველაფერი სკოლები აკრძალეს, უკრაინიზაცია გამოაცხადეს მთლიანად და ვინც რუსულად ლაპარაკობდა, უკვე მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მოსახლეობის 80% რუსულად ლაპარაკობს. კი. 70-80% ლაპარაკობდა, აი ასეთ ქვეყანაში მათ ენის საკითხი წამოწიეს პირველ, ესე იგი, ამ პროექტში უკრაინა რომ ანტირუსეთი შეექმნათ, ამ პროექტში თავარი იყო, ესე იგი, რუსული ენის აკრძალვა და უკრაინის ენაზე გადასვლა. ამან რასაკვირველია მოსკოვის დიდი შეშფოთება გამოიწვია. მოსკოვი ყოველთვის ამბობდა, რომ რუსული ენა, რუსულენოვანება ამას ჩვენ ვერ დაუშვებთ, აფრთხილებდნენ, ამბობდნენ, მაგრამ ესენი ყურს არ იბერტყავდნენ. არავითარ და ასე იგი მთლიანად მთელი უკრაინის უკრაინიზაცია მიდიოდა. რუსული ენის მიდიოდა, აბუჩა დაგდება და ასე შემდეგ. რუსული კულტურის ამას ხელოვნება, რუსული ხელოვნება. შემდეგ მართლმადიდებულ, ესე იგი მოსკოვის პატრიარქატზე იყო უკვე დიდი შეტევები განხორციელებული. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს კიდევ რომ იქიდან კათოლიკური და დასავლეთიდან ეს კათოლიკური ეკლესიები და ეს სხვადასხვა კონფესიები აწვებოდნენ კიდევ რომ მართლმადიდებლობა გაედანადგურებინა. და კიევი ჩვენ ვიცით მონათulis როგორი ქრისტიანო, როგორი მართლმადიდებლური ტრადიციებია, იქ ლავრა არის და რამდენი წმინდანები არის იქ. მაგრამ კიევსკი პეჩერსკის ლავრაში, მაგრამ ფაშისტებიც კი არ შეხებიან წმინდანებს. რა გერმანელები არ შეეხებიან. ოკუპირებულო კი ბატონო, 54-ზე. მაგრამ აი ასეთი მდგომარეობით, ასეთი იმით უკრაინა მოიყვანეს იმისათვის, რომ ესე იგი იქ შექმნეს პროექტი ანტირუსეთი, ასეთი პროექტი იყო და ამ პროექტის საშუალებით ისინი ცდილობდნენ რომ დასავლეთი ცდილობდა რომ რუსეთი დაემარცხებინა და რუსეთის წინააღმდეგ უკრაინელები გამოიყვანა მასთან ერთად ჩაბოლიყვნენ ომში და ესენი გვერდი უკან ყოფილიყვნენ და უკრაინელები ყოფილიყვნენ პირველ ფარვატერში. ამის მიუხედავად ეს რომ და მაგრამ ყურეთ რა მოხდა 2014 წელს კიდევ იქ არჩევნებში იანუკოვიჩმა გაიმარჯვა ეს ხალხი უმრავლესობა იყო პრორუსული პოლიტიკის რუსეთის ფარვატერს უნდა და ამორჩეველს ისევ მან გაიმარჯვა 2014 წელს მაგრამ ამათა მაიდანი მოაწყვეს კიდევ მეორე რომელმაც უკვე ეს ახლა აგერ მოხდა 10 წლის უკან და თქვენ კარგად გეხსოვებათ პატივცემულო ტელემაყურებელობა როგორც განვითარდა იქ მოვლენები ამ მოვლენება უკვე მიიღო არაკონტროლირებული ხასიათი იქ ძალიან დიდი მსხვერპლი იქნა მიღებული პირდაპირ იანუკოვიჩს უკვე სიკვდილით ემუქრებოდა და იანუკოვიჩი განარიდეს იქედან და იქ ამ დროს უკვე ყველაფერი მიდიოდა იმისათვის რომ ესე იგი მოსკოვის ძალები რომლებიც იყვნენ უკრაინაში მთლიანად უკვე აღმოჩნდნენ დამარცხებულის პოზიციაში და კრემლი იზოლებული იყო მთავარი სტრატეგიული მნიშვნელობის ყირიმი და დონბასი შეეყვანა თავის შეიარაღებული ძალები კრემლი უკვე იზოლებული იყო ამისათვის და ეს ვაგათვა გააკეთეს ეს კრემლმა გააკეთა და ყირიმი და დონბასის რეგიონი ესე იგი გამოაცხადა თავისი ესე იგი ამ უკრაინის ამ ნაცისტური უკრაინის მიღმა გამოაცხადა. ბატონო შვაგი, მაბადია შეგაწყვეტეთ და შეიძლება გააგრძელოთ. აი 2014 წელი ახსენეთ თქვენ ეს რომელი მაიდანიც უმეტეს მასშტაბური ხასიათი მიიღო და ეს უკვე კარგად ორგანიზებული იყო და ეს ყველაფერი იყო დაგეგმილი ამერიკის შეერთებული შტატების ЦРУ-ს დერეფნებში და იმ ადმინისტრაციის დერეფნებში და ეს პროექტი დიდი ხანია მზადდებოდა უკრაინაში, უკრაინის ხალხის წინააღმდეგ
და ეს ყველაფერი მოუწყვეს იანუკოვიჩს, ხო? იანუკოვიჩი რომელსაც გაიმარჯვა არჩევნებში. შემდგომ ამ მაიდანი გამოვიდა, იმიტომ რომ ჩატარებული იყო ხელახალი არჩევნები. კი ბატონო. ჩამოვიდა ევროკავშირის წარმომადგენლები, ლიდერები, სადაც მე ძალიან კარგად მახსოვს, დაასხდნენ ორივე მხარე და შეთანხმდნენ, რომ კი ბატონო, ახალი არჩევნები იქნებოდა. ახალი არჩევნები იქნებოდა. აი, დოკუმენტიც შედგა. კი ბატონო, მაგრამ ეს დაარღვეს. ჩამოართვეს ხელი ერთმანეს და მეორე დღეს დახოცეს ხალხი. საომარი მოქმედებები განაგეს დახოცეს მაიდანზე ხალხი. ხრეშატიკს, კი ბატონო. ხრეშატიკს დახოცეს ხალხი. ამ დროს უკვე ამ ხალხის დახოცვა მიიღო მასშტაბური ეს უკვე საპროტესტო ტალღა წამოვიდა, ხო? დაიწყეს უკვე შტურმი, დაიწყეს პარლამენტის შტურმი, პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმი და იანუკოვიჩის გაარიდეს. ეხლა რა მინდა გითხრათ? რუსეთის ჩარევა რატომ არ მოხდა ამ შემთხვევაში და რუსეთი რომ ჩარეული იყო იმ დროს, იმ მომენტში, როგორც ჩაერია ყირიმის სიტუაციაში და მან განალაგა თავისი ჯარები და აი გასროლის გარეშე მოხდა იქ ყველაფერი და დაებრუნეს ყირიმი, რომელიც ყირიმის მისი არის და მისი იყო ისტორიულად, რომ დაუშვათ რუსეთს მოეხდინა. თავისი შეიარაღებული ძალების გარკვეული დაჯგუფებების გადასროლა დესანტის სახით უკრაინის ტერიტორიაზე, როცა ჯერ კიდევ მაშინ არ ქონდა უკრაინას იმ დონის დაუშვათ სამხედრო კონტინგენტი მომზადებული, შესაძლებელი იყო თუ არა რომ რუსეთს მოეხდინა იმ დროს, იმ მომენტში იმ სიტუაციის ლოკალიზება, რომელიც ახლა მიმდინარეობს უკრაინაში. ესე იგი იქ ახლა პატრიოტები ხშირად საუბრობენ ამის შესახებ. მაშინაც იყო მოლოდინი, რომ იქ მართლა ამ 2014 წლის მაიდანის დროს სადღაც 2000 კაცის ნეიტრალიზება იქნებოდა საკმარისი და მეტი არა. всё, მეტი არა კიევში ივიდა ბაქი დამოყრილი. და ელოდებოდნენ, რომ მოსკოვი ამას გააკეთებდა. მაგრამ რაღაც მიზეზების გამო მოსკოვმა ეს არ გააკეთა. რაღაც მიზეზების გამო და მაგრამ ეს რაღაც მიზეზები არ არის, ეს ჩვენ უნდა თქვათ პირდაპირ. ის ძალები, რომლებიც ესე იგი რომლებაც გადააქციეს კოლონიად მოსკოვი, მთელი საბჭოთა საბჭოთა სივრცე ძალიან დიდი გავლენებით იყვნენ 2014 წელს მოსკოვში. აი მაგათი გავლენების მიხედვით კრემლში სადაც მუშაობდა 150 წერილს თანამშრომელი. ეს არ გააკეთეს, იმიტომ რომ არ მიცეს ამის უფლება. ეს მე მაგონებს იმ ისტორიულ ფაქტს, როდესაც ქართველთა და რუსების შეერაღებული ლაშქარი პირდაპირ მარშით მიდიოდა კონსტანტინოპოლისკენ, სტამბოლისაკენ. მაგრამ ლონდონმა და პარიზმა დიპლომატი უკვე სტამბოლისთან მისული იყვნენ, ეს ჯარი მთლიან მარშით მიდიოდნენ უკვე. რო კონსტანტინოპოლი ჩარევით, ესე იგი ეს არ დააბრუნეს უკვე რუსეთის ეს ჯარი. აი ამას მაგონებს ეს ფაქტი. კი ბატონო, გადახმებით. ანუ რა ხდება, ესე იგი, თქვენ მართლაცანეთ. და დასავლეთი ჩარევა და ბატონოტრისთან დასავლეთი ჩარევა, თავიანთი მოხუჭები, თავიანთი მექანიზმები ამუშავეს კრემლში და კრემლი აიძულეს, სადაც მთავარი საქმე რომ გაეკეთებინა კიევში, გულში. იქ რომ გააკეთე, მე შენია ყველაფერი, კერინი შენია და რა თქმა უნდა. მაგრამ ისე გააკეთეს, რომ აი პერიფერია არ შევიდნენ. ხო და ახლა კიდევ იმდენი ესე იგი მსხვერპლი და იმდენი ძალისხმევაა საჭირო, რომ სიტუაციას დაასტაბილურდეს. აი ეს ანუ მაშინ რუსეთს მოეხდინა თავისი ცოცხალი ძალის დესანტირება და ტაქტიკური დესანტი გადაესვა სხვა მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილებზე და მათ შორის დაეკავებინა აეროდრომები, დაეკავებინა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა მაშინ მოსკოვისა. როგორც ჩაატარა ყირიმში და ფაქტიურად ლოკალიზება მოეხდინა აი ამ საპროტესტო აქციის და ის ადამიანები აიყვანა და დაეპატიმრებინა. დღეს უკრაინა იქნებოდა სწორედ ის იგივე საზღვრებში, რომელიც საზღვრებიც იყო თავის დროზე და ყველანაირი ომის გარეშე და ყველანაირი ომის გარეშე. და არ იქნებოდა არანაირი სისხლის ღრა დღეს უკრაინაში. აი და ეს გააკეთა, სად მივდივართ ახლა მე და თქვენ, ეს გააკეთა ისე ამერიკის შეერთებულ შტატებმა, რომელსაც თავისი დესანტი ყავდა კრემლში. კრემლში ჩევრების სახით. ჩევრების სახით. ესე იგი ეს მთელი ეს პროცესები, რა პროცესებიც განვითარდა უკრაინაში, თავიდან ბოლომდე არც ერთ შემთხვევაში არ აწყობდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ მშვიდობიან ჭრილში გადასულიყო ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები მშვიდობიანი გზით გადასულიყო, არ აწყობდა. მათი ინტერესები იყო სწორედ ის, რაც ახლა მიმდინარეობს უკრაინაში. და იგივე მათი ინტერესები იყო ის,
როდესაც მათმა თავისი დესანტის გადმოსვლა მოახდინეს საქართველოში სააკაშვილის სახით, რომ იგივე პროცესი განვითარებული იყო საქართველოში და იგივე სიტუაციაში აღმოჩენილი იყო საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი. ერთი სცენარი არის ბატონო ტრეს. ერთი სცენარით ვითარდება ეს ყველაფერი. ერთი სცენარით. ეს არის დახვეწილი სცენარი, სადაც არის დიდი რესურსები ჩადებული, დიდი პროპაგანდისტული, საინფორმაციო მასალა და კომპლექსური. ეს არის სპეცოპარიზის ნაწილები, დიდი გეგმის ნაწილია, ერთნაირად არის ეს დახვეწილი და ეს მოსკოვშიც შემუშაობს. თბილისში, კიევში, გერმანიაში და ჩინეთში, მაგრამ ჩინეთში ვერ იმუშავა. ჩვენ ვიცით კი ანუ 1988 წელს ბატონო შეგახსენოთ პატივცემლო ტელემაყურებელმა რომ 1988 წელს ჩინეთში პეკინში ცნობილი ტიანანმენის მოედანზე მოაწყვეს დიდი მასშტაბური გამოსვლა ჩინეთის ხელისუფლების წინააღმდეგ და იქ დემოკრატიის ესე იგი ეგრეთ წოდებული დემოკრატიის დასამყარებლად, მაგრამ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობა გამოიჩინა დიდი პრინციპულობა ის მაგარ არ დაუშვა არავითარ სასტიკად დასაჯა ეს დასავლეთის ხალხი და მის მერე ჩინეთმა დაიწყო დიდი განვითარება და ისეთი და დღეს ვერ ნახავთ ჩინეთი არის სახელმწიფო კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით ჩინეთი გახდა ჩინეთის ეკონომიკა დღეს ახლა კარგად ამიტომ ესე იგი დასავლეთი მე ახლა თქვენ მადლენმობრატი ახსენეთ ესე იგი შუა წლებში 1994-15 წლებში მასაკ ნათქვამი რომ ჩვენ უკრაინა 52 მილიონიანი არ გვაწყობს არ არის ამდენი მოსახლეობა ეგ მაშინ სახელმწიფო დივანი იყო მე მგონი ხო სახელმწიფო რა თქმა უნდა სახელმწიფო დივანი იყო მადლენ ოლბრაიტი და მას მიეწერება ასეთი სიტყვები რომ მაგათ თქვა რომ უკრაინის მოსახლეობა ჩვენ უნდა დავიყვანოთ 15-20 მილიონამდე ამდენი მოსახლეობა 52 მილიონი ჩვენ არ გვაწყობს და ეს გაკვირვებულები იყვნენ უკრაინელები როგორ უნდა გაკეთდეს ეს რანაირად და აი ჩვენ ვხედავთ ახლა ის სცენარი რომელიც მაგან თქვა 35 წლის უკან აი ახლა ავცელებ ამას გაკეთებენ და ზუსტად გაკეთდა უცბად უკვე 17 თუ 20 მილიონი არის სხვადასხვა ბანკარატონმა ეგეც გააკეთა თავის იმაში გამოსვლაში ის თქვა რომ მე მეამაყებაო რომ მე ბრძანება გავეციო რომ ისა იუგოსლავია დასაბომბათო ეს თქვა ამაყობდა ამით ის ხალი ესე ანუ ამაყობდა ეს ხალი იმით რომ ხალი დედა ხალი რომელიც რომ პატარა ბავშვების სისხლი დაიღვარა ეგ და პატარა ბავშვები დაიღუპა ამით ამაყობდა ხო და ასე არის მათი პოლიტიკა და მათი ესე იგი ეს ეგრეთ წოდებული უსაფრთხოების რომ იტყვი ქოლგა ასია მთლიანად მორგებული თემ სოფლიოზე კი ბატონო ახლა ესე იგი ეს და შემდეგ როდესაც მეორე მაიდანი მოხდა და იანუკოვიჩი გავაგზავნოთ უკრაინის კი ბატონო ესე იგი იქ მოიყვანეს უკვე მთლიანად ანტირუსული ძალები პოროშენკო იყო პრეზიდენტი ანტირუსული ძალა და შემდეგ ზელენსკი რომელიც საერთოდ პოროშენკო ძალიან იქ ბიზნესმენი და პოლიტიკოსი იყო, საგარეო საქმეთა მინისტრი ის კი რადაშიძე საკადრო პოლიტიკოსი, კადროვი იყო, პროფესიონალი პოლიტიკოსია, პოროშენკო. ისეთი ხალხი გამოუცხადეს, ახლა ისეთი ადამიანი დაუნიშნეს პრეზიდენტად აღმოაჩინეს, რომელიც საერთოდ ესე იგი არ ვიცი, რომელი ქვეყანა შეიძლება იყოს ეს პრეზიდენტი. ტინგიცა მასხარა. ხო, მასხარა და რომელიც და აი ასე შემდეგ, რომელიც შეპირდა მოსახლეობას, რომ მე ესე იგი დავიბრუნებ ყირიმს და ესე იგი რუსეთთან დავალაგებ სიტუაციასო და ომსა ვიცილებო და მშვიდობას მოვიტანო. აი ამ ლოზუნგით მოვიდა ზელენსკი. კი, მახსოვს. ეს ზელენსკი მოვიდა ამ ლოზუნგებით 18 წელში. რომ მე მოვიტანო მშვიდობას და რუსეთთან კარგ ურთიერთობასო. ესე იგი, ყველა პრეზიდენტი ამას უყურე რა გამოდის. ხალხს უნდა რუსეთთან კარგი იციან, რომ მოსახლეობის უმრავლესობას უნდა რუსეთთან კარგი ურთიერთობა, კეთილმეზობლური, ცივილიზებული, ასე იგი, მეგობრული ურთიერთობა უნდა და ამას ყველა პრეზიდენტი, დამოუკიდებელი უკრაინის ყველა პრეზიდენტი ამას გადაგებდა. მაგრამ საქმეებიც სულ სხვა იყო. ესე იგი, ამომრჩევლის თვალის მოსაქონად, თავის მოსაქონად და თვალის ასახვევად, ნაცრის თვალებში ნაცრის შესაძლებლად ისინი გადაგებდნენ, რომ ჩვენ ვართ რუსეთთან, ესე იგი, კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარების მომხრე, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს გაუგებრობები არ იყოსო, საომარი მოქმედებები არ იყოს, მაგრამ სინამდვილეში ისინი ესე იგი, მოქმედებდნენ სრულად საპირისპიროდ. და ამან მოიტანა ეს შედეგი. შედეგი რა გვაქვს? როდესაც უკვე ზელენსკიმ
ახალმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკვე მთლიანად დაიწყო ანტირუსული საქმიანობა. მთელი და მას იცავს მისი დაცვა არის ინგლისელების დაცვა, ინტელიგენს სერვისი. ესე იგი, კიევში ჩამოვიდა თვითონ ზელენსკის იცავს ახლა ინგლისელების დაცვა. ხო, ინგლისელების დაცვა, კი, ინტელიგენს სერვისი. შემდეგ, ესე იგი, მთელი დასავლეთის ამერიკისა და ინგლისის, ესე იგი, მთელი სპეცსამსახურები უკვე კიევში არიან და მასიურად დაიწყეს უკვე უკრაინის მომზადება რუსეთთან ომისათვის. მასიურად დაიწყეს მომზადება. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს აგრეთვე ის ფაქტი, რომ რუსეთსა და კიევიდან 400 კილომეტრია მოსკოვამდე. უკვე გეოგრაფიულად უკვე ძალიან ახლოს არის რუსეთთან. და უკრაინაში რომ მომზადდეს ამერიკის დასავლეთის ნატოს ესე იგი ინფრასტრუქტურა, საომარი ინფრასტრუქტურა მოსკოვის საწინააღმდეგოდ ეს ძალიან შემაშფოთებელი არის, რასაკვირველია. მოსკოვისათვის არის ძალიან დიდი საფრთხე და მოსკოვი აფრთხილებდა ძალიან ბევრჯერ. ჩვენ ვიქნებით თუ იძულებული მივიღოთ კონტრზომები. ეს ოფიციალური გაფრთხილებებია. ოფიციალურად გაფრთხილებული. ჩვენ ვიძულებული ვიქნებით გავაკეთოთ კონტრზომები და არის მინეს ეს და 22 წელს უკვე როგორც პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა ამ სპეცოპერაცია დაიწყო რუსეთმა თავის სამხედრო სპეცოპერაცია, რომლის მიზანი იყო, ესე იგი, უკრაინის დენაციფიკაცია პირველ რიგში, დემილიტარიზაცია, აი ეს არის დემილიტარიზაცია, რომ უკრაინიდან არავით არის სამხედრო ან სხვანაირი იდეოლოგიური ან სხვანაირი საფრთხე რუსეთისათვის არ ყოფილიყო. და ესე იგი, დენაციფიკაცია რუსული ენის ამ დონბასისა და ყირიმის რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესების დაცვა. აი ეს იყო მთავარი მოთხოვნები, მეტი კი არაფერი. დენაციფიკაცია, ეს უცბად შეიძლება გაკეთდეს, არაფერი ის არ არის აქ საჭირო. ნაცისტების მომხრე ვის არის, ყველა ესენი ნეიტრალიზებულები არიან და всё, ესე იგი არავითარი გავლენა მაგათ არ ექნება. და დემილიტარიზაცია ნიშნავს იმას, რომ უკრაინას ეყოლებოდა ისეთი შეერაღებული ძალები, რომლებიც არ იქნებოდნენ საჭირო თავის დასაცავად, მაგრამ არ იქნებოდნენ საჭირო თავდასხმისათვის. რომელიმე მეზობელი ამას თავაზობდა რუსეთი. ამას თავაზობდა რუსეთი. ას არ მიიღეს და რუსეთმა უკვე მეორე გაფრთხილების შემდეგ დაიწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია და ამ სამხედრო სპეციალურ ოპერაციამ რა გამოავლინა? ამან პირველ რიგში გამოავლინა ის, თქვენ რომ აღნიშნეთ ბატონოტრისთან. ესე იგი, რუსეთის, ესე იგი, თავდაცვის სამინისტროში მოკალათებული ეს ყველა დასავლეთის აგენტურა ძალიან ბევრი გენერლებია, პოლკოვნიკებია დაჭერილი. ნაყიდი. რომლებიც ესე იგი ეს ყველაფერი გაიმაქნეს რუსეთის საწინააღმდეგო მოქმედებდნენ და პირველი სამოქმედო გეგმა რაც იყო, გარშე მაშინ გამომშყავდა, რომ ესე იგი თურმე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში არ არის ისე საქმე როგორც საჭიროა. მაბადიეთ, აი, ახლა უცებ კეტვის ჩაგებებით საუბარში. როდესაც რუსეთმა დაიწყო 2022-ში სპეციალური სამხედრო ოპერაცია და ეს გეგმა იყო მართლაც ძალიან გრანდიოზული გეგმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო სამხედრო ოპერაციები სამი მიმართულებით და მათ შორის მან გადასცა ტაქტიკური დესანტი და დაიკავა ჟოლინას აეროდრომი. აეროპორტი დაიკავა. ნახე ახლა რა იყო განსაზღვრული მათ და ამავდროულად ბელორუსიის მხრიდან შემოდის კოლონა და ჟოლინას აეროპორტის დაკავებით, ხო, შესაბამისად დამატებითი ძალები უნდა ჩაესვა უკვე რუსეთს იმ აეროპორტს მიიღო ამ დესანტს, ხო? ეს ოპერაცია მათმა ჩაატარეს და იყო რაღაც მე როგორც სამხედრო კაცი და სპეციალისტი ხედავდი და ვადევნილე თვალყურს ამას ყველაფერს ეხლაც ვადევნილე და აი რა თქვენ ბრძანეთ ეხლა ხო? აი ის ხელი შემშელი პირობები ის მავნებლობა გამომჟღავნა. ის მავნებლობა გამომჟღავნა მასში და არ იყო ბიჭო ბორისპოლს მიადგენ კაცო. კი, ბორისპოლის აევაში გააკეთე. სადაც უკვე გაფრთხილებული ელოდნენ მათ უკვე უკრაინელები. მოხდა იქ ესე იგი ყველა ძალები რომლებიც რომელიც დასავლეთს ემსახურებოდნენ ესე იგი თავდაცვის სამინისტროს ხაზით, ყველაფერი ეს გამომშყავდა და იმიტომ პირველი ესე იგი მაშინდელი პირველი კიევის ვისადგომებთან დამარცხება, ხო, ასეთი. ეს არის ამათი შედეგი. ეს არის იმის შედეგი ამ აგენტურის და მავნებლების გენერალიტეტში რომლებიც იყვნენ, ამ მავნებლების შედეგი და რომელმაც შემდეგ სხვა ხასიათი მიიღო ამ ომმა და დღესაც ჩვენ ვხედავთ როგორ ეს არის. შემდეგ ეს კიევიდან შემოbrunდა და უკვე აღმოსავლეთისაკენ დაიწყეს ეს. ესე იგი, უკრაინაში დღეს მიმდინარეობს, ჩვენ მოკლედ რა უნდა, უკრაინაში დღეს მიმდინარეობს არა რუსებსა და უკრაინელებს შორის ომი. პატრიოტებად ერემაღურკრობა. უკრაინაში მიმდინარეობს ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის. ამერიკის შეერთებული შტატებსა და რუსეთს შორის. უკრაინელები და უკრაინა არის გამოყენებული როგორც პლაცდარმი
როგორც უკრაინელები არიან საზაბრაზნი ხორცი, როგორც იტყვიან, ისინი იღუპებიან, ისინი ნადგურდებიან, უკრაინის ტერიტორია მთლიანად პარტახდება ამ საომარი მოქმედებებით, მაგრამ ეს არის ამერიკისა და რუსეთის ესე იგი დაჯახების ტერიტორია. როგორც ადრე იყო საბჭოთა კავშირის დროს კორეის ტერიტორია, ავღანეთის ტერიტორია და ასე შემდეგ. და ჩვენ ახლა უნდა შევხედოთ როგორ არის საქმე. ესე იგი ამერიკის პრეზიდენტი შეიცვალა ტრამპი, რომელიც ხედავს რომ 2 წლის განმავლობაში ისინი გამზადებული იყვნენ რუსეთთან დამარცხებულიყო. ისეთი რუსეთს ამ სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე გამოუცხადეს ძალიან დიდი სანქციები, რუსეთი გარიცხეს 8 სახელმწიფოსთან გარიცხეს, მთლიანად სანქციები დაუწესეს რუსეთის პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებს, კომპანიებს, ეკონომიკას სანქციები დაუწესეს იმ მიზნით, რომ რუსეთი დაესუსტებინათ და ამ ომში, ესე იგი, დაესუსტებინათ და ომში დაემარცხებინათ რუსეთი. მაგრამ 2 წელია გასული, უკვე პირიქით ხდება. და პირიქით ხდება ყველაფერი, არავითარ რუსეთის მარცხი იქ არ არის და ფაქტიურად რუსეთმა უკვე დიდი ტერიტორიები დაიკავა ამ აღმოსავლეთ უკრაინას, კი ბატონო. და ჩვენ ვხედავთ, რომ ის თავის მან გააძლიერა თავისი მრეწველობა, სამხედრო მრეწველობა, მთლიანად სამსმენაზეა გადასული, ეს ყველა მიცით და ყველანაირად უკვე ის ფრონტის და სამხედრო ამ ოპერაციის რესურსებს ის აკმაყოფილებს ჯერჯერობით. მაგრამ არ არის საკმარისი, იმ დასავლეთმა უკვე ეს მიხვდრა, რომ უკვე რუსეთი დაიქოქა, რუსეთის დაძინებული სამხედრო მანქანა უკვე დაიქოქა ამ 2 წელს. აი ახლა ჩაგერთვებით ნახეთ ახლა თქვენ ახსენეთ დასავლეთი მიხვდა. მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები. ნახეთ ახლა რა ხდება. მოკლედ ამერიკის შეერთებული შტატები მთლიანად მასიურად იყო ჩაბმული ამ პროცესებში. თავიდან ბოლომდე მთელი ეს ფრონტი იმართებოდა ამერიკის შეერთებული შტატების გენერალიტეტის დაზვერვით და ანალიტიკოსებით და მთელი ნატოს ხელმძღვანელობა ყველანი იქ იყვნენ. რომლებსაც უკვე წარმოედგინათ, რომ ესენი რუსეთს დაანგრევდნენ და დაშლიდნენ და მიაყენებდნენ დიდ ზიანს. ახლა ჩვენ ამბობთ, რომ ტრამპი მოვიდაო და ტრამპი ამბობს, რომ ისიც რა მე ვარ მშვიდობის მომხრე. აი იმ შემთხვევაში, ნახეთ ახლა ამიტომ გითხრათ. ეს ტრამპა დაინახა რომ ვერ იგებს ომს. ვერ იგებს ომს. ამიტომ ახლა მან რომ დაინახა კარგად რომ ომს ვერ იგებს, იმიტომ რომ ფაქტის ახალზე არის. ამდენი ტექნიკა მიაღარეს, ამდენი შეიარაღება მიაღარეს და ამდენი დაფინანსებები მიცეს და ძვრაც კი ვერ იქნა უკრაინის ძალებმა რომელიმე მიმართულებით ან გარღვევა გაეკეთებინათ, ან გარკვეული ქალაქები დაეკავებინათ და შესაბამისი პლაცდარმები შეექმნათ შემდგომი სამხედრო კონჩეტების ოპერაციებისათვის. მაგრამ ეს ვერ დაინახა. ახლა ამას ხო კი გასაგებია ტრამპი ბიზნესმენია, მაგრამ მას მრჩევლები ყავს, კაცო. და ხომ არ არის დაუშვათ ტრამპის მხრიდან ის გადაწყვეტილება, რომ ამ კაცმა დაინახა რომ წააგებს. ამიტომ ჯობია რომ ამ წაგებული თამაშიდან დროულად გამოვიდეს და დაიკავოს მეორე პოზიცია, რომელი პოზიციის საფუძველზეც ის დაიწყებს ბრძოლას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. კი ბატონო. უფრო მეტიც. დიახ. ამ ომის გაჭიანურებისა და რუსეთის გაძლიერება რომ დაინახეს ამერიკელა რუსეთის გაძლიერება დაინახეს, კი არა დასრულდა. გაძლიერება დაინახეს უკვე ამ ომში. ესე იგი, მთელი რუსეთის დაძინებული, განადგურებული ამ ომის მანძილზე ამერიკის მიერ გაძარცვული რუსეთი, განადგურებული სამხედრო წარმოების ეს ყველაფერი აღსდგა. ეს ყველაფერი აღსდგა, ყველაფერმა დაიწყო მუშაობა მშვენივრად. და ამას ხედავს ეს და უკვე ჩათროვა აღარ უნდა უკვე ამას და ახლა გამოდის ახლა ტრამპი, ახალი პრეზიდენტი და ვითომ არის მშვიდობის მოყვარე. უყურე რა ისა მაგათმა ესე იგი ამდენი სვერპლი უკრაინა გაანადგურეს მთლიანად, უკრაინელი ხალხი ჭკუიდან გადაიყვანეს, გახადეს რუსების ესე იგი მოსისხლე მტრები, ხო და ახლა გამოდის და ჩვენ როცა ეს მე მშვიდობა გვინდაო, მშვიდობის ნახოსა ნახევარ უკრაინა. მშვიდობის გამოვიდა მტრედად მაგი, ხო და თან კიდე ესე იგი უკრაინის წიაღისეული და ეს ფულად უნდა რომ ესე იგი ის დანახარჯები რაც არის, გაროჩე უკრაინის ხალხის ესე იგი კიდე უნდა გაძარცვოს რამდენიმე მილიარდებით. კიდე უნდა გაძარცვოს და სხვადასხვა რესურსებისა და მთელი უკრაინის ეკონომიკაში წილში უნდა რო ჩაჯდეს. გამიგე, რო გაძარცვის მიზნით. ახლა მე ხო და ეს უყურე ბატონო ახლა
ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც დიდი სახელმწიფოები მეომარ სახელმწიფოებს არტვევენ ქონებას, ეს არის უკვე რეპარაცია, ამას უკვე რეპარაცია. წაგებული სახელმწიფოს რეპარაციებია. ესე იგი, ამერიკამ უკვე მიხვდა ამით. ეს ამას ნიშნავს დიპლომატიურ ენაზე, რომ როდესაც სახელმწიფოს ზარცვავენ, მეომარ სახელმწიფოს ზარცვავენ, ასეთ კაბალურ ხელშეკრულებას, ეს არის რეპარაციის გადახდა. რეპარაციებს იხდით წაგებული სახელმწიფო. ეს ასია. ასე იყო ათადან ბაბადან. კი ბატონო, წაგებული სახელმწიფო და ფაქტიურად ამ ხელშეკრულებით, რომელიც უკვე თუ არის მოწერილი, რომელიც რამდენი დღეს უკან თქვენს რომ მოაწერეს სასარგებლო წიაღისეულის, ესე იგი მთელი სასარგებლო წიაღისეული, მთელი ნავთობისა და გაზის მრეწველობა, მთელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ამერიკის, ესე იგი 50% გადადის ამერიკის ხელში. მაგრამ ეს ერთმანეთს რუსეთი აკონტროლებს. და მე ამას სულ ვკითხულობ, კი მაგრამ მოსკოვიდან მიიღეთ ამე თქვენ რამდენი შეგიძლია ხელშეკრულებიათ, მაგრამ მოსკოვმა მოგცა და ამის დაბრო. ამის თანხმობა თქო და გაუცებულები მიყურებენ. თითქოს მოსკოვი არ არსებობს რა არის როგორ. მაგრამ მე მინდა თქვა რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასეთი ქმედებებით უკრაინა ჩაწერა დამარცხებულების სიაში. მაგრამ ეს არ არის საჯარო განცხადება. ჩვენ ვხედავთ რომ ფაქტიურად ასე არის. კი, აქეთ ვიდის ყველაფერი. ახლა მეორე, ახლა ეს გადააბარა ვითომ ევროპელებს. ევროპას. ახლა ევროპელებს ვითომ გადააბარა, სადაც ეს ტრამპმა რომელმაც თავის სახში დაიწყო, ესე იგი, სხვადასხვა თავიანთი ფონდებისა და იუნისაიდების და ამის, ესე იგი, რევიზია აკრძალა და დიდი მილიარდობით, ესე იგი, თანხების მიმოსვლა აკრძალა, თანხების მიმოსვლა აკრძალა და ევროპაში გადმოვიდნენ ახლა ეს ყველა და ევროპაში და ახლა ვითომ ევროპას გადააბეჭდა აქ ახლა საფრანგეთი და გერმანია ერთმანეთში ჩემულობენ ვინ უნდა იყოს ლიდერი ერთმანეთში უკვე პატრონი უკვე ნელ-ნელა გადადის იქედან და ახლა ესენი საფრანგეთი მაკრონი და ეს გერცი თუ მერცი ესე იგი ერთმანეთში უნდათ ახლა რომ გამოიკვლიონ ვინ იქნება ამ საქმის ლოკომოტივი მაგრამ სინამდვილეში პატივსებელო ტელემაყურებლებო მთელი ისტორიას გადახედეთ არასდროს ევროპელები რაც არ უნდა ძლიერი არმია შეექმნათ მათ მოდიოდნენ რუსეთის წინააღმდეგ დიდი ენთუზიაზმით დიდი შეიარაღებით დიდი ფულით დიდი იდეოლოგიით თვითონ მაგრამ ყოველთვის ისინი მარცხს იწევდნენ ეს მარცხი ესე იგი ახლა ზოგიერთები ამბობენ ზამთარიო ისაო ასო მაგრამ ჩვენ ფაქტი უნდა თქვათ რომ არავითარ შემთხვევაში მოსკოვი ამას ომს არ აგებდა და ისეთი ბედიერი სახლა და მე კიდევ მინდა თქვა ერთი რამე. ახლა ხელშეკრულებები უკვე მიდის ხელშეკრულებების დადება და ვითომ სამშვიდობო ხელშეკრულების მოწერა. ახლა სატელეფონო საუბარი ჩქოდა. ხო, ისა. რა გამოდის ახლა? ესე იგი ამდენი მსხვერპლი შეატავა დასავლეთმა. დიახ. ახლა უკვე ატომს, ახლა უკვე ხელშეკრულების დადება უნდა. მაგრამ ჩვენ ვიცით, მოსკოვი განაცხადა პუტინმა, სხვა ლავროვმა განაცხადა, ჩვენი მიზანი რაც იყო თავიდან, იმ მიზანს ჩვენ არ შეუძლიათ მათ. ჩვენ ამას არ გადავუხვევთო. ამას კიდევ მიუმატეთ ის, ჩვენ ვისთან უნდა დავწეროთ ხელშეკრულება. ზელენსკი არის არალეგიტიმური, იქ უნდა მოვაწყოთ ჩვენ ახალი არჩევნები, ახალი არჩევნების შემდეგ არჩეული ისევ, შემდეგ მოვაწეთ იმ ხელშეკრულებას, რომელიც ჩვენ გვინდა. ჩვენ არავითარ კომპრომისებს უკან არ ვიხევით და კრემლი არც დაიხევს უკან. აბა მითხარით, როდის დაიხია პრინციპულ საკითხებში კრემლმა უკან პატივცემულ ტელემაყურებელს. ამიტომ ჩვენ არ უნდა გქონდეს ამის ილუზია, რომ ესე იგი სხვადასხვა ინფორმაციული ფონი რომ შემოდის ინფორმაციული ესე იგი ბომბებს რომ გვიყრიან რომ ვითომ ასე ვითომ ისე ეს არაფერი არ არის. ტრამპი და პუტინი ერთმანეთში გადაწყვეტენ მაგ საკითხს. უკრაინის საკითხს გადაწყვეტენ მაგენი ორი კაცი. მაგას ტრამპმა განაცხადა რუსეთი, ჩინეთი და ჩვენ გადავწყვეტა თუ ეს სამი ძლიერი სახელმწიფო გადავწყვეტა უკრაინის საკითხს. მაგრამ არც ინგლისი, არც გერმანია და არც ფრანგები და არც უკრაინელები მონაწილეობას არ მიიღებენ. ცოტა გამიგზელდა საუბარი ბატონეთისთან, მაგრამ ძალიან საინტერესო თუ საუბრობთ და ძალიან საინტერესო ის გააკეთეთ ანალიზი ხა თქვენ აი ამ თლიანად ამ გლობალურ საკითხთან დაკავშირებით და ამიტომ ახლა ჩვენ დრო იწურება და ამოიწურა თითქმის თქვენ დრო და ძვირფასო ტელემაყურებლებო აი ბატონმა შმაგემ ახლა ძალიან კარგად ახსენეს ყველაფერი და ძალიან აი პირდაპირ აი ფოდნოსე დაგვილაგა რა რომ ბიჭო ამერიკის შეერთებული შტატები მოყოლებული იმ თავიდან იმ დღიდან როდესაც ესე იგი მათმა დაიწყეს საბჭოთა კავშირის ქვეყნების წინააღმდეგ ბრძოლა არსად მათ სასიკეთო საქმე არ გაუკეთებიათ ეხლა ჩამოთვალეთ რა გააკეთეს იუგოსლავიაში დახოცეს არტი ბავშვები და ქალები ხო რა გააკეთეს აი უკრაინაში რა გააკეთეს ჩვენთან საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებმა 92 წელს 2008 წელს
9 აპრილს რა გააკეთეს ლიტვაში, იქ როდესაც ვიტაუტას ლანცბერგის იყო ის ლიდერი და მას ყავდა ერთი ის, რა ქვია, თანაშემწე, ცოტა ვერ იყო ფსიქოლოგიურად კარგი, ისა მდგომარეობაში ეს იყო აუდიუს ბუტკიავიჩუსი, რომელსაც აიყვანა რუსულ სამხედრო ფორმაში გადაცმული ის ზონდერები ტელევიზიის ანძაზე და დახოცა ხალხი, მშვიდობიანი ხალხი იქ და ამასაც ესეც რუსეთს დააბრალეს. აი ამ ტექნოლოგიებით მუშაობენ ისინი დღემდე. აი ამას აკეთებენ დღემდე. ასე უნდათ საქართველოშიც გააჩანაგონ ყველაფერი და გააუბედურონ და მოსწონ ქართული გენოფონდი და ქართული სული და ქართული გული. ამიტომ კარგად შეხედეთ და კარგად შევხედოთ. ჩვენ ვისკენ გვინდა და რა გვინდა და სად უნდა ვიყოთ და რა უნდა გავაკეთოთ და როგორ ესე განავითაროთ ჩვენი ქვეყანა. ბატონო შმაგი, მადლობა მოზანებისათვის, მადლობა ასეთი საინტერესო საუბრისათვის და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თქვენ მოგიწვიოთ ეთერში და ასეთი საუბრებით, ასეთი გასაგანმანათლებლებით და ასეთი ანალიზით ჩვენი ტელემაყურებლები დავაკმაყოფილოთ. დიდი მადლობა ძვირფასო ტელემაყურებლებო რომ გიყურეთ, მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად ბრძანდებოდეთ, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა.